4 რამ, რასაც არ აკეთებ ინგლისურის სწრაფად სასწავლად. პირველი, არ ესაუბრები საკუთარ თავს ხმამაღლა. მესმის, რომ ეს შეიძლება ბევრისთვის არაკომფორტული იყოს, მაგრამ წარმატება ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმა იმალება. ძალიან ეფექტური მეთოდია, რატომ? იმიტომ რომ შეგიძლია ულიმიტო პრაქტიკა გქონდეს და თანაც უფასოდ. მეორე, არ სწავლობ სიტყვებს ყოველ დღე. ჯობია ისწავლო დღეში 10 სიტყვა, ვიდრე ისწავლო 70 სიტყვა და კვირაში მხოლოდ 2 დღე იმეცადინო. მესამე, მაშინვე არ გადაგაქვს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. თეორიული ცოდნა რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ყველაფერი, რასაც ისწავლი, იქნება ეს ლექსიკა, გრამატიკა, კონკრეტული გრამატიკული სტრუქტურები, კონკრეტული სიტყვები, მაშინვე უნდა გადაიტანო პრაქტიკაში. სხვანაირად ცოდნა პასიურ ცოდნად დარჩება და მის გამოყენებას ვერ შეძლებ. მეოთხე, არ კითხულობ წიგნებს სისტემატიურად. ინგლისურად კითხვა ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება, არა მხოლოდ კითხვის უნარების განვითარებაში, არამედ საუბარშიც კი. მუდმივად გვხვდებათ გრამატიკული სტრუქტურები, მუდმივად გვხვდებათ სხვადასხვა სიტყვები და ერთი სიტყვით იდეალური საშუალება ძალიან მოკლე დროში ძალიან კარგ შედეგებზე გასასვლელად. მე ვარ თამარ ბაქრაძე და თუ ინგლისურით ხართ დაინტერესებულნი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი.